ყინავს. ჩამოვედით ავტობუსიდან, არის აქაური დრო იქნება ციცარა. და უნდა ვნახოთ დასაფუძნებელი ადგილი ჩიქინამდე, რათა ვიმუშაოთ. ანილის შეხვედრა აქვს, ამიტომ მე გამოვედი მარტო, მე ჩემ მეილებს მოვრჩი უპასუხებ. პირველ რიგში მზე მიხარია, ძალიან კაია. მოვედი ბაზარში. ჰიგიენარი, ყდეული არის. ოფი არის. საითაც მიდიოდი ხნ იქ უკან წამოვედი, იმიტომ რომ ყველაზე რომ დავხედე ქალაქი ტურისტული ნაწილი აშკარად მეორე ხალხის იყო და იქ წავედი ხა სპეციფიკით პონია დიერსიკით არაფერი არის. ხან მეძინება გამხვალის 2 საათი მეძინება. გრაცია მეიბნა იცი ვარ თერმოკუპით. აქედან უფრო ლამაზი აშკარად. უფრო რა ლამაზი აქედან ის რო იქიდან ძალიან ლამაზი იყო. დაუბრუნდი და რა დავსურათი დამხდა. მორჩანინის სამსახურს არის 2:09 4 საათამდე კვლავ არ გვაქვს ჩეკინი. ნინი არის მზით ბედნიერი. ხოლმე მაშინა ეს ბედნიერი როცა მაგას. კი, და ეხლა ვეძებთ რაღაც საჭმელ ობიექტს. მოგოწონა. სოუს დავაკვდა, მაგრამ კათამი ძალიან წვიანი. სოუსი გემრიელი. ათიდან 7. ეს არის მეტროპოლიტენის მუზეუმი. რა ხარო, გარეთ რო? გარეთ რო არის მათხოვრებია. რატომ ხარ გავთვალე რომ აქედან ჩრდილი იქნება და ხა ჩრდილში უნივერსიტეტი ნო მეორე. და სანამ იქნება. ეს არის შნიო ყოველთვის მე რა დაგჭირს. Kausqda chizguli. შემოვედი სახში და უნდა გაჩვენოთ, არ გაჩვენებთ დაკეტავად. უბრალოდ 4 გასაღები დავხვდა, რომელიც იყო ჩაკეტილი კოდი და 4 გასაღები გამოსაყენებელი იყო ორჯერ, იმით რომ აქ გამოსულიყავით. აი ეს არის ჩვენი ოთახი. რა კარგი ტელევიზორი. სადა? არის რამე? ჭიქა, ჭურჭელი. უფს. გავდივართ საღამოს მოძრაობაში, ეს სტატიები სახლის კლიტე. 1 აი აქ 1 2 ეს ნახე. რას? ლამაზი მეტროა, შავი. 3 ფერი მიყვარს 3. ანუ ძალიან ლამაზია ეს ყოველივე რაღაც ძალიან ესე დაჩხავიან და
თითქოს ეს არის რა ქვია პროექცია. შეიძლება ითქვას რომ ძალიან ახლოვანდი. ჩიტები განსაკუთრებით. ნამდვილად არ მენდობებოდა ისეთ შემოში მუშაობა, სადაც ყოველ წამს პამები დამჭხავდნენ. სიგიჟია, მაგრამ ესთეტიკის დონეზე საოცრებია. ტყბებიან. რაღაცა ხდება, ბიზნეს ხوار ჩამოვიდა ურბანთან. მოიმე, რა ხდება? სიგიჟე. უკანაც მინდა. მოჭალ ტრამპი და ზელენსკი ჩამოვიდნენ. აი ჩვენი მეორე სახლი. პირველი სახლი. დღეს მეორე ზახოთზე სტარბაქსში ავიღე ფისტის მაფინი, რომელსაც შეგიძლიათ აქ ფისტის კრემი და მინდა შევადარო დანკინს და ასევე ვიღე ფისტის ყავა. ფისტად უნდა ვიცე მეგობრებო. თქვენ რა აიღეთ ნინი? მე ავიღე სინამონ როლი და ამერიკანო. America cheesecake და არის ის რა. Now that we're on top, I don't have to pretend I like Asira. Charlie XX იყო წინა სტაპაკში ბრატ ქონდა ჩამოვიდა. What is it what I learned? Cause now that we're on top, I don't have to pretend I like Asira. On a mega yacht. ცოტა შეოფასეთ ნახეთ გამწვანდა ფისტის გამო. ნუ კაი იყო რა მაფინი. უბაი შოკოლადთან საერთო არაფერი არ ქონდა, ფისტის კრემი გემრიელი იყო. ეგეთია რა. ნინი ნაგავია იყო, მოკლედ ქუჩაზე მოვდივართ და მთელ ქუჩაზე ყრია რაღაც ნაგები არის გამოტანილი და ხალხი იკეკება ნაგავში. და ნინი უბრალოდ დის დაინახა ერთი ცალი დამოუკიდებელი ნაგავი. იმიტომ რომ ეს ნაგავი არ იყო, ისინი ნაგავი იყო ბუჯო ეცეპარა. ოკეი, კიდე რაღაც ნაგავი, ეს ნაგავია უჭერთ ახლა. ეხეთ. მოვედით მექსიკურ რესტორანში, რომელშიც ძალიან ხალხმრავლობაა. მე მეგეკარა ეგ სამზარეულოს. ესე რაღაც ძალიან გაბრაცულებია. რა თეორია გვაქვს? იქითაც ხლია, აი. Карецкий სახსი. ხოდი შუქსაფეხები კარგად დაინახეთ. გამარჯობა, მოგესალმებით. გათენა ჩვენი მეორე დღე ბუდაპეშტში. ოდარაშია საქმე. გუშინ გავაღე ჩემი ოთახიდან ფანჯარა და მოვხვდი ვიღაცის აივანზე, სადაც ეწეოდნენ ორი ადამიანი. და მათ საუბარში ფაქტობრივად ჩავეჩარე. Hello. ეხლა განახებთ სად გადის. ანუ მეც და მაინტერესა, იმიტომ რომ ზუსტად არის ეს ფანჯარა იმ მხარეს, სადაც არის კარი, ანუ შედან შემოდივართ. მეგონა რომ პადიესში იღებოდა, მაგრამ მითი ჯანდაბას ჰაერი შემოვიდეს, რაც არის. და მოვხვდი აივანზე, ეხლა განახებთ სად. ეს გავაღე და აი ვიღაც სახლია. აივანი აქ ისხდნენ, ლაპარაკობდნენ. იქ იყოფენ ეზო. ნაგავით არის სავსე, მაგრამ ჰაერი შემოდის თორია. ჩვენი აპარტამენტის სახელია ბალკონით. განახებთ ბალკონს. ეს ჩვენი რაიონი. აქედან მოლი არის 2 წუთის გზაზე. ნინი, როგორ გამოპრანჭუ ხარ? ჩვენ გეგმების შესახებ მოგვიყევი. ჩვენი? გეგმების. მეც მივდივართ ხა ფიშერმენ პასტიონისკენ და გადავიდეთ მოკლედ ხიდზე და ვესტუმროთ ბუდას. შემდეგ ჩამოდის სტეფანეს მეგობარი სერბეთიდან. გოგონა რომ უფრო დიდი ხნით ჩამოდიოდა აღმოჩნდა რომ საღამოს 6-ზე ჩამოდის და ახლა დილის 11-ზე უნდა იყოს აეროპორტში, ასე რომ მე და ალექსი ჩავთვალეთ ჩვენ გასაცნობად მიდის სამხელა იმაზე. და საღამოს ალბათ წავალ სადმე კარგ რესტორანში. და მე გადავალთ და ვიგოგუნებთ. გადავალთ და ვიგოგუნებთ. სად გადავალთ?
სადმეს. სადმე გადავალოთ და ვიღუღუდე. ალექსი გაცემული და გადაწყვიტა რომ გარედან მე ვიდგე და ნინი შიგდა ნინი მოგონი პირიქით უნდა მოვიქცეთ. იდგეს აივანზე, ანუ რა საჭირო იყო ვინმეს აივანზე თქომა, არ ვიცი, მაგრამ სასიამოვნო ბალკონი ქონია, ამართლებს სახელს Home with balcony. ეხლა რაც გეტყვით, ნახეთ მზიარი, ჩვენ სხვა მხრიდან მზეს არ შემოგვდის და ვხედავთ რომ კარგი ამინდია. Home with balcony and without sun. მითხარი გუსი. ახალი ტურისტები. და გადავუყოთ. ჩემოდნით, მოდი გადავუყოთ. სად მიდის აბა? უკან გოგონა მიყვება, ფეხებზე კიდია ის მიდის თუ არა. ცაცად. მე რა ციყურება მოკრა. ეხა იჭუბებენ. შეიძლება უკვე მოასწრეს ჭუბი რა სიტყვი. ეხა ჩვენ ვეძებთ საუზმის ოფშენებს. ვნახეთ ესეთი კვების ობიექტი იტალიური და შეკვეთა ხდება ესე და დალამაზი ინტერიერი აქ. და დალამაზი საკეში გაიხედეთ ბავშვებო. ამიტომ 100 ფორენტია ვარ ვიცი. პასტას რო არჩევ, პესტო, ფოტო კი აქ ესეთი, მაგრამ შეიძლება ფორმა შენ შეარჩიო. ეს ხოჯობია. გძელი. თუ ესა, ეს იმენ არ მინდა ფუსილი არ მომწონს. ეს თუ ეს. ეს ჯობია და არ ვიწუწავებ. და ეხა ეს კონდეს კაიში არ მინდა რა. ძალიან მომწონს ინტერიერი, დიზაინები, გადაწყვეტები. აი, ძალიან იდეალურად გამოიყურება, ძალიან ბევრი ისაა აქ პესტო, ეს ლიმონადია. ეს არის პატარა პასტები. 500 ფორენტის მეტი გადავიხადე და აი სერიაში და რაღაც მომენტში ალექსიმ გაიხედა გვერდზე და ხედავს ვის. წინა სერიაში რო გოგომ და ბიჭმა იჭუბეს ერთმანეთში, ახლა ერთმანეთს მიიწვევს. არ მოიწვია. მოიწვია. როგორ პროფესიონალი ხარ? გადავიღეთ რამდენიმე კარგი ფოტოსურათი. არც გისმენო. ვიცი არც გისმენო, ოკეი. ვა. ისევ დაუბრუნდეთ. რა ღირდა სტეფანიას? 1090 ფორენტი, რაც არის 3 დოლარი. კი, ვალარი. და მე ამას 1 წუთში დავლევ. მოდი გაცივდეს. კაი. So one shot the window. Is this you? I miss you. Agari. ხარ უგულია გიჩქაროს. That's at me espresso. I'm very espresso. And she wears khakis, our sneakers on my espresso. That's me espresso. ისეთი რა ხედავდი იყოს რაც აქედან. დავასრულეთ Starbucks. ვაგრძელებ სერვას ფსისკენ მივიწევთ. მე ვხედავ მზეს. იცი რომ თამაშობდი? მაგ სპექტაკლში? და ესე სრულდებოდა. მე მოიცა? სოსოია. ეს მე ვარ ხალხო ხალხია. მე ვხედავ მზეს. როგორ აკეთებდი მაგას? ესე გავსქეროდი იმას, რა ქვია, ჰორიზონტს. და ამბობდით.
ეს მე ვარ ხაჭა მე ვხედავ ეს მაინც ასას მას როგორ თამაშობდი უსინათლოს ვედი მამალი ფუნიკული ორი ზომას დავაკვირდეთ აი ეს სადგური ეს მეორე სადგური უზარმაზესი ხალხი არ არის ნინი ცუდი კიბეა რითია ეს კიბე ცუდი ეს კიბეა საშიში არა საშიში რა შუაშია დამღლელი აი ის გრძელი ისინი რო იყო ანუ თითო საჭიროებს ორო ნაბიჯს და ზუსტად ჩემი ორი ნაბიჯის ხო არ იყო და რაღაც ეს რატო ასე არ მუშაობ? ყველგან მუშაობ სადაც ფულს შარდე გონი ქალაქში თუ არის და მაღალი შენობები იქ საცობს არის. იმიტომ რომ გაუძლებს რა. ეს ხიდი სადაც გუშინ ვიყავი. ეხლა ფერი არ იტყობა შორიდან მწვანეროა. ლოგ. ხალებს არ გუახ. ხალებს ვერ ვახედავ, იმიტომ ადრე არა. მე კი ვახელდი, მაგრამ მაინც ვერ ხედავ. აი ამ კიბით დავტოვეთ ეს შენობა. და გავემართეთ კუნძულისკენ. ხიდზე ავედით. ეს არის ჩანასვლელი ხიდი. ესენი ზეგრებია. მივედით ზიგეთს, მარკით ზიგეთს. დრევერს ლაისენსი დავტოვე როგორც ისა. დეპოზიტი. აუ ვერ დავეტევით და ზაღადობა იქნება უკვე ვერ ვეტევი, უკვე ვერ ვეტევი. ისე დაკორდა. პედლე მევატრიალო? კაი, დაიცა. დამიჭირე ბლოგი გადაიგე. მე გავატარე. მგონია რომ ავარიაში რული ვისა? აი ნამდვილი. მე მაგ. მესენჯერ ფიქსს და ერთი ფაინესტი მე. აუ რა ნელია ზე. ამაში ფული უნდა ვიხადო. ანუ სიკოში არ ხაშდებდო. ვაი. ე ბრavo, ტირადები. აუ, გონი შუაშულა დაჭი. ნელა. აუ, მიოყენე. მოდი, ასატრიალე. მგონია რომ აყირავე, შუაში უნდა იჭი. გაუცვალო. მე ვერაფერს ვერ შევლიდი. დარტო მე ვასატრიალე. ფერი არ მევალე, მაყირავე. შენ? ნუ უფრო აყირავებულები ვარ. ეხლა დაყარს მიდოდი და არა, გამაჩერია, ახლა ვიცავე. რატო? არ მე ფეხს ვატრიალებ, რაც მე ვალი. რული მე არა, მე დამრადე. უჭველი მყირავდებით, აი 100% გეუნებ. მე ხოლმე შუაში ვზივარ და გრძნობა აყირავებული ვარ თუ არა. ანუ ახლა ტაქსი გაგვივლის გაგუტანს რაღაც მარტო ჩაყვარო ვარ გონი ამ გზაზე არ უნდა მოვდიოდეთ ეს არის სამანქანო გზა ხო აი ყველა აქ დადის ველოსიპედი არ მიანად ბევრად ბედნიერი ვარ შუაში სასტრესი აი ავტობუსი მოგვიძებს რიშკა ავეთ მარც რა მარცხრივა თვითონაც არ მოუნდეს გადასტრება პროცი ისინი ძილღლებიან ახლა ჩვენ უკანივე შუაზე იქნები გაუშიკვიტები მარტო შენ გარშე ფრუჩქარა დადიათ მე ძალიან ჩუმწოლია რა არის ჩუმწოლი ხარ აბა მიდი აუ მანქანა მოდი რა გავაკეთო გაივლოთ всё გაიზარ ეს კიდე
ერთი მანქანა მოდის, აქ უნდა ვიდგეთ ცოტა ხანი ზემო სტეფანი. არა, მიდი, დავტრია. გაიხედო უკან. ჩამოდი, მოდი. უკან გაიხედო. ჩამოდი. Draw is running, please. Be faster. მოვედით საუკეთესო გადასაღებ პოინტზე. და ისიც მაკდონალდს. ბურგერები მოყვება ამას და აქედან იღებენ. ეს არის ცნობილი მაკდონალდსი ბუდაპეშტში, რომელიც 10 საათის შემდეგ ღამის 4-მდე პარასკევას შაბათს გარდაიქმნება რევი დაწესებულებად. ჩვენ ფიქრობთ, რომ გამოვიაროთ ჯერ პირველ მოიზ დასაჯრო მათგან შესაძლებლობებით. და იმედი მუსიკებზეც მოვალთ. და ეხლა თვითონ მაკდონალდს რა შეხება, რადგან მე ჩემს ბლოგებში ეკოსისტემას ვაფასებ მარკის. აპლიკაციაში შევედი, რა თქმა უნდა, ხაზაკლებები ვნახე და pork ბურგერია. ღორის ხორცით spicy pork ბურგერი. არასდროს მეჭამია მაგში ღორის ბურგერი. ნახოთ რა არის. ასევე ეს არის cherry cola zero. ეხლა ჩვენ მივიდივართ აკაუს შარდენზე. ცოტა ხანში უნდა ვნახოთ ბალიქსა, ახალი კარაოკე, სადაც მინდა. აუ ხო, კი რა. წავიდეთ. კარაოკე. მე იქიდან ვგამოვიდეთ. ბილათან. Please. He's creating the vlog. ანუ დამაგრე კარაოკე შემოდი ხარ უფასო ჩუკაი თავდა. გაცემეთ ჩვენი მესამე დღე და მივდივართ თერმალ აუზში, რომელიც არის ჩვენი სახლიდან დაახლოებით 9 საათის გზაზე, მისვლით მეტროს ხაზებს და შემოგთავაზებთ საუკეთესო ვლოგს. მოვედით აბანოსთან ცივა მაგალითად. მე ისე გოგირდის სუნიკია. აი ამინდია მაინც. აი ამინდია. აი აქ მივდივართ. გონი ძალიან ცივა რა. იქ ვარს იქნება. რამდენი ხალხი აქ თხო? აქ აწერია რომ 2025 წლის 3 მარტიდან იკეტება ეს გარე აუზი, ანუ ხვალიდან ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ერთადერთ და განუმეორებელ შანსს. ისეთი აპატარაიასთვის. შეიძლება სუიციდით დაასრულოს. ცოტა. არა მგონია, ბუდაპეშტი არის აუზზე ბევრად მეტი. თანაც გარე აუზზე, შიდა აუზი ყოველთვის არის ვარიანტი. ეძახე უნგრეთი და საერთო სივრცეა ქალების და კაცების გამოცდის. 2 დღეა სრუტუნებ და ვერ გავწვი და ეხა უტანსაცმლოდ გამოვდივარ. ვაფშე არ ცივანინი აქ ეთყობა. გარშემო ჩენობები რო ქარი არ ქრის და არ ცივა. საოცარი ის არის რა. როკეში ხო? მე ვლოგს ვინ გადაიღეს გეხვეწე?
ჩემი მაის. არ ჯერა რომ აი ამ ტემპერატურაში მე ამას ვაკეთე. ეს არის წესები. აკრძალულია ფონთელი, ხუჭად მაკრძალულია. ვაუ. luxurious. Температура 29 გრადუსია, წყალში 13 გრადუსია ზემოთ. ეს არის ჩვენი გარშემო ყრული. ეხლა ცოტა როგორც კი ვიმერავ ვცივ, მაგრამ უკანა დაბრუნდები ისე გავთვლები, ძალიან კაი. შეგით არის სხვადასხვა საუნები და აუზები. საკმაოდ დიდი შენობა იდეაში. გავდივარ ხა თანავთვალიერებ. გავედით ამის ბოლოში. არ მომწონს შიდა აუზები, გარეთ ძალიან კაი იყო. მზე ცაჩანდან აქ რაღაცა ძალიან ძველებური. არ მომწონს უკეთ. გავედი მეორე მხარეს, ჩვენ იქით აუზში ვიყავით, აი ამ საფრთხეების იქით ვარი. აი იქ ხარეს ბანავდით ჩვენ. აქ სამსაუზია. ეს არის აბანო. აუ აქ ფანტანებიც არის. აქეთ უნდა უთხე ხარ წამოვიდეს ხო? იქ არ იყო ფანტანები. ძალიან ის არის და პორი აქ. არ ვიცი ამილეც უნდა ვაკეთებდე თუ არ. აღარ მიმაგწეს. წეგან იყო რაღაცა საუნი. ეს ესე იგი უფრო ის არის რა ქვია. ნავაროჩენი აუზი ყოფილა მაგრამ. ეხლა წავალ დავტოვებ ტელეფონს და საუნებში შევთვალე ტელეფონს რომ შევდივარ საუნებში. ეს ყველაზე ლამაზი დაუზია ეს. დავასრულეთ. ძალიან კაი იყო. მოგიყვებით რომ გავალთ იმერზე საუნებზე. დეჰიდრირებული როცა ხარ და ცოტა გიკლია რომ მოკვდე. მოყვეთ ახლა იმის ამბები. მოყვეთ საუნები. მაყურებელს საინტერესებს. ზოგადად მოყვეთ მაშინ. ძალიან travel blogis-ის როგორ შიგნით არის დაახლოებით 15-მდე. ბევრია 10 ამართლა რაღაც ეგეთი კითხვა ხო? აუზი ძირითადად ხელი აუზებია და აუტანების სული დგას ხარ ჩახსუდის ეს სული. არა, ყველა სხვაზე ხონდა აფარებული. არ წყარს. მაგრამ ისე ყავს რა. ვთები რომ მინერალ. და არის ამბები საუნები ასევე. ეგ არის ალბათ 1-8. ყავით 1-5 წყალი არ დამილებია 3 დღეა და რაც კი რამ გამაჩნდა მგონი სისხლი გამომივიდა უკვე აუზებში საუნებს ხუთხე. და მაგრამ კაი იყო. ჩვენ შევიდით საუნებს სადაც ტემპერატურა მერყავდა 50-დან 60 გრადუსამდე, თუმცა ხო, იმიტომ საინტერესო დეტალია. 80 გრადუსი იყო ვულკან საუნაში და ნიმცხვილი რო შეყო. გამოყო ეგრევე, მე არც ვცადე. გამოვედი კურნოსაც ვქოდი, იმიტომ რომ წამწვა. ზე გამოვიდა. ეხლა მიმდინარეობს ფოტოს გადაღების პროცესი. ავიდეთ აღმართზე, რათა ჩვენი მეგობრის სილამაზე გამოჩნდეს სრულფასოვნად. კარგი არჩევანი იყო აბანოები, მართლა ძალიან კაი იყო. ეხლა გვაქვს თვალიერების საათები, მაგრამ ტელეფონი ჩდება და არ ვხარჯავ. დეკატლონი ვნახე, გვერდზე ქონდა ძალიან დიდი მეორადები. და მოლში არის ძალიან დიდი, ან მეორადები თუ არ ვიცი, მაგრამ დასმენი ისე იყარა. სხვადასხვა ბრენდების ალბათ მეორადები. ჩვენ ახლა მოვედით დედამიწების საჭმელად. ვიდში ვართ ბოლოები, მაგრამ კაისუნია. ო, გიგანტური ნუტელა არის. აიზე. სინამონის ნუტელა. ცოტა ნუტელაა შიგნით. რეკვა. ორანების.
იმის სული გოგირდის არა? ესენი პატარები იყიდება იმებში და დიდები ავიღოთ შეიძლება. თითო კოკა-კოლა თუ შეიძლება. ხო, ეფანი არ წამოყვადა, აღრილი იყო. ესეთი სწრაფი ბურბალი არ მინახავს ხოთა შორის არის საერთოდ. ვინ არ არის შიგნით? რა იცი რა ვინ არა, იქიდან არის შესასვლელი. ხალხი ელოდება. იქიდან მხრიდან. არ გინდა? აუ რა ვიცი, თუ ძალიან გინდა დავსხდეთ. ძალიან მინდა. დააფიქსრეთ ის სწრაფი და ნინის სახე. ეხლა რომელი მხარე არის უფრო safe choice რო ვიყურო? დინარე იქეთ მარცხნე. შეიძლება არაფერი, იმიტომ რომ მომენტელი ხო. ეს ჩავეჭინო. შუა კალექსი ვარიანტი. არ არის სასაცილო. რისი გეშინია? სიმაღლეში გან. ჩამოვარ, ხო. ჩამოვარდე თვითონ შევგეშინია და აი თვითონ არ დამგონია რომ ჩამოვარდე რაღაც მომენტში ფრენას მოვასწრებ რა. ანუ რაღაც ამბიჭდები ჰაერში. აქ იგრევე ასფალტი. აქ ვერ მოვასწრებ მანევრირებას ხდები. აქ ეწერა რომ გარშემო ბალახი არის სპეციალური ბილი. დაიწყო? ქანავს. აი მომეცადე. ნეტოლის გამოჩნდება ხედი. არ სიჩქარია, გარიან უფრო ეტყობა ვიდეოში. ბორჯომისა და ჩქარი არის, მაგრამ ახლა უკვე იხედები აქ მიწობს. ესე ვით გაჩერების მომენტი იქნება ალბათ საშინელი. ჩენი გიჩიო. ეს რა ბაზილიკა ის ხო რა სტეფანის ტვანი. არ ვარფერი არ არის უკვე ნახევარ სავსის და მარტო იმ შოპინგ ცენტრში. აი პარლამენტი. აუ კაი რა იყო მეშინია თქო გეუბნე მართლა ძალიან მეშინია. ფაქჩერს. და მე რას შვები? შე უკვე მორჩა, უკვე ზევით ვართ. და რაფერი არ ჩანს. აი ხიდი. მაგრამ ხიდები არ ჩანს. ხო გითხარი რაფერი გამოჩნდება მეთქი. უკვე დაბლანებში ვართ. ხელი უკვე გაშვებული ქონდა ეგონა რომ თავდებოდა, მაგრამ არაფერიც. გადამიღე შეიძლება და გამორიცხულია. დაძლე შიში. კიკან კალეს, ლოგიკან კალეს. ამამდე ჩარჩ ჩემფონზე. არ გაჩერდა. არ გაჩერდა. კი გაჩერდა. გაჩერდა. აი ეს რისკი მოძრაობები რა არის? რა რისკი მოძრაობები რო ხოდა? გაჩერდი. ხო მოგიტოს უყურე როგორი არის რისკი მოძრაობა. ხო გაჩერდა. ხელი აი გაჩერდა. აი ნახე ყოლ. აუ რა ხალყალეს მან. ჩემთვის გაგწევ პარიცინა. ახედი იქით, ხედი გიტყობელა, მდინარე იქით არის და მე კი აქეთ ვიწევ. ალექს, ნუ შრები. რას? ენა კონდო გადაგივარდეს. სულად ხო. მეტა ერთხელ კიდე გავაქანოს. გაჩერდა. დემ. აი ჩვენგან 200 მეტრში ზუსტად აი იქ მღერის ლორენი და ნინი არ მომყვება. რო გარედან მაინც მოვუსმინო ერთ სიმღერას. რა არის ეს რასაქციე? გარედან რო ისმონდეს, აქაც გაიგებთ. ჩავლაგდით და მივდივართ საკრეპისკენ. ეს სასაუწმო ჩაკეთე. სექს ბას გაჩერებას. ეს ჩემი სიმუს. მოვედით ავტობუსის გაჩერებაზე. მესამე პლატფორმა არის ჩვენი. სტეფანეს სონდი პიანინოზე დაუყარე მეთქი და ვიღაცამ დაასწრო. რისკან ახლა 22 ჩამოვაგდებ. კოკა-კოლაზე რო ეწერა ხოლმე ჩვენი სახელები ადრე, ეგეთ კამპანია წამოიწყო ხიხოზე სტეფანისთვის. პირველი შთაბეჭდილება არც თუ ისე შთაბეჭდავი. ამასაც ხოჭროს ჰაველოსიპედი გზები. არა, ვაი, რა სიცვანეში ვარ გეუბნება. გეგონება ის სოფლის გზას ვიყავ. ხოდა ისინი დადიან ტროტუარები. არ ვარ ცენტრში, ჩემი უდიდესი მოგზაურებული აზრი. ეს ვერ იქნება ცენტრი. ხო,
საქართველოში. დიეზი. ამგონი ჯერ იმას უნდა დააჭრო. ზარსვარ უნდა დააჭრო ჯერ. Всё? სამზარეულო, სუფთა სამზარეულო. მისაღები ცალკე. საათის დავიწყე. ეს პანჯარა არ მქონდა ნახული. როგორ? ტელევიზორი ულამაზესი. მისაღები სივრცე ცალკე. ყოფილა ბალკონი. ვაუ, აგერ. ვაუ, ბალკონად ვიქეთ თან ბუდესაქანელები. ეს არის კორიდორი. ჩემი საძინებელი. ცალკე სამუშაო სივრცე, გარდირობი. საბადანები. ჩაყავი ხელი. უეჭველი სადღაც აწერია, რომ use fountain at your own risk. ყველაფერთან ერთად არის სიბნელი და სიცარიელე. ყველა სიკეთესთან ერთად. სტეფანე მოუგზავნა. სტეფანე ვლენის უსვა უგზავნა. ჩვენ მოღობილია. მოვედით გატეხილი ურთიერთობების მუზეუმში, რომელიც ღია არის, რაც უნდა გასაკვირი. რას იგიჟე, ანუ ხალხი არ არის ამ ქალაქში და მიკვირს. რა ხმარი? 7 ევრო. 7 ევრო. სტუდენტები ვართ პრინციპში. შენ სტუდენტი ხარ. სტუდენტური ბილეთები არის bright green. მოკლედ რა არის ამ მუზეუმის კონცეფცია? აქ არის სხვადასხვა ნივთები და მოყვება ისტორიები broken relationship-ებზე. ეს ველოსიპედის 63 წლის ქალის ისტორიაზე, მაგრამ ისტორიას არ მოგიყვებით, არ არის საინტერესო, მაგრამ ეხლა ბოტებს განახებთ. ეს არის ბოტები, რომელზეც წერია, რომ ეს ანას ვიყიდეო. ეს სხვა გოებსაც ესვათ, მაგრამ ყოველთვის ანას ბოტები იყო. სიტუაცია ნინის ვაკაპონტები. ის მე მიყვარდა კოკოებზე და მე შიგნიდან მკლავდა. წინა ოთახი იყო სიყვარულებზე და ეს არის ოჯახებზე, აქ უფრო ტრაგიკული. Πολύ ხალხი წერს თავის ისტორიებს. გადავშევდი რამდენიმე გვერდი მაინტერესა. ფაქმი. ის ქართულ წერას შეძებდი ისე ვერ ვიპოვე. მაგრამ ინგლისურად წერია საქართველოს. მინდა რომ ის ქართული იყო. ვიღაცამ წერა კარდიგანის ტექსტი. ამ დროს ვიღაც ეხლა დრო რომ კონდეს, ანუ წიგნით ცალკე ბლოგს გავაკეთებდი, ამ ძალიან მაგარია, ძალიან კაია. კაი, რადგან შეხვდა ქართული ტექსტი, რამის მე თან დავწერ ქართულად, რა დავწერო არ ვიცი უღაც. ეს გოგონა ძალიან ბიჭს თუ გავს, მაშინ მოძალადია და უნდა ვიშმე. თუ დავშორდები მოკლაო და მომფიცრებულად შეგიხი, ხა თუ ესეთი რამე კრიმინალი მოხდა პოლგარის დონეში.
რომელიც აქ თუ ფლორენციდან მექნება ლოგი ლოგის მასშტაბით ნუ გავუცელებ რაღაცას. და ვის ჩაწერს? და კანიგანი. ეს არის ტრადიციული სამზარეულო. ამას ქვია შტრუკლი, იმას ქვია ჩულაპი. მაშინ ვაფასებ იმენის გემო ვარენიკის ხაჭოსი. ესეთია სტრუქტურა. შეიძლება მაკდონალდსი ესე პოზიციონირდება როგორც ჯანსაღი. პირველად ნახე მაკდონალდსში. გამოვიდი პირველად მაგდრის ბოქსზე, სამსახურში და მოვიდა რაღაცები და ახლა შევაფასებ საკრებს. ტიპის ფერავდა თორმეტსახე კოშკიდან რომელიც საერთოდ კოშკი შეცვალე მაქედან სუსტაჩუა დღეს თორმეტსახე ისრიან კენს და იქნა თორმეტსახე და კენს გასული აქ ახლა მეტი დრო არ მაქვს, რადგან იმ კოშკს უნდა მივუსწრო და დავუმეტე ცოტა ხანში. ჯერ კოშკთან გავა. ეს ის ბაზრობა, რომელიც გუშინ დაკეტილი იყო, ან ჩვეულებრივი ბაზრობა არის. ან უკამიჩვენა და მარჯვნივ და დავტრიალდი ვეფერი დავინახე და აგერ არის გვერდს ეს არის სულ. აი უკუჯას მატყობინებ და ეს არა ქვია მეც. სყოლობა. დაიწყო კიბეები. ხავით. ისინი გაიშლება. ეს არის შესასვლელი სადღაც არცად თაუერს ერთ დამაგვიანდეს შეჯებით თაუერს ვხედავ. ძამბერი რაღაცაა შეფუთული. ხედი ზუსტად მოპირდაპირე მხარეს ინდუსტრიული ქალაქია. იქით ძალიან small town vibe იყო. და ძალიან ბევრი სკოლის ბავშვი ჩამოიარა ფართო კებუკეთიათ. ხეს ძალიან ცოტა კლი არ ვაყვავდეს. ნახეთ აქ ყვავილებია. ვაიმე. აი კიდევ რომ ხდეს გასროლა, ვიღაცა ველოდებიან ხა მე იმედი ავასწრებს, არა კიბეზე ავალ კი გახდება თუმცა. აი სულ ვიდეო იმ რაღაცაზე. დარჩა 6 წუთი. ჯერ 2 წამიანაც ფეხი აქ თავი და უკვე თავი ღალი. და თავი ხო მაგრამ 5 წუთი დარჩა რომ უჩეოდ არ გაისროლონ. მე უნდა გავაგებინო ქალაქს რომ შუა დღეთან და ეს ამოვიდი ეს სკოლის მეგობრებთან ოღონდ არა გაყოფილია ფანჯრიდან კენონი ამას უკვე შეხედვისას გავხედავ რადგან რომ მომს ჩამართ ეს შორი ყოფილი ეს კიბე და ახლა ხალი იქნება და ყურსას არ ისიკეთებს ხალხის აკადემიისგან ჩვენ გონდა უქმეთ ნეტა კრიტერია ყველაზე ხელი აიფარეთ. ყველა საფარებია. უps. ერთი არაფერი. დენტისტური გასშენობაში. ყოფილა ზეცის ქუჩასასვლელიც. სათმინდა.
ლამაზია. ეს ვარ მე და უკან არის ქალაქი, რომელსაც ესე მევაჩენ და აი ესე შემოტრიალებ და გამოგიჩენთ. საოცრება ქალაქი. აი დავდექი იმ რეალობის წინაშე, როცა მე აქ ჩასვლა მეზარება. ეს მუზეუმი ოღონდ დღე. მუზეუმი შესულში შემოვედი და შიდა ეს უცნაური. ყველამაც. მუზეუმი ამიდა სანამ ამით ეკარეთვია რომ სანამ დავამტება. 12 საათია მაგრამ მეც. საღამე არ იგრძნობოდა ამ ქალაქის ესთეტიკა. ეხლა უბრალოდ საგრძნობია. ტიტუშკერების გიმნაზია, ხო, საიდან მოდიან? რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ხალხი არის ქალაქში. გუშინ ძალიან გასაკვირი იყო. და აი ბრუნდები open market-ზე, სადაც არის ბაზრობა და fast food-ის უნდა იყოს, უბრალოდ street food-ის უნდა იყოს წესით. მერე ტაშკენტ. არა ის street food-ი, მხოლოდ ბაზარი. მეგერ ბაზარია, რომ მოდის ხალხი ვაჭრობს. ალბათ არც შხლომელის ჩვენეთში დახლებზე მე აქ მინდა, მე იქ მინდა. ცარიელია გერამდენი. ნუ კაი მუსიკა, აი უკარგესია მიწია და ეხლა როგორც ხდები აღმოჩნდი იმ ეკლესიის უკანა მხრიდან. ჯერ კიდევ ვერ ჩამომეყალიბდი და ტვინში ამ ქალაქის რუკა აღქმა ვერ ხდები. ხემის უკან მხარეს ვარ, აქეთ რაღაც პარკი ანუ არის შემოსავლელი, დავიწყო ისინი გასავლელები ხოლმე. ვერ ხდები აქ რაღაცა საყვარლობას კურიერი, ყვავილები. მიხარია რომ ბალახი და ყვავილებია. ამასი. რაღაც გადაღება ნახტავა. ტერასები. დამბედნიერება მწონე ფერი. ერთ-ერთი სასაცილო ფაქტი არის ის, რომ ეს კუთხე შაი არასდროს არ ვიზარდა მე ახალ სურათს და აი უკვე მეოთხე და მეოთხე და ხორვატიაში და უნგრეთში ჩამოვიდა, ესაც აცია ჩემნაირი კუთხე. გუშინ რომ რესტორანში მივიდოდი, შეგვეშალა და გვერდზე დავჯექით იმისაში და ეხლა იქ მოიცადეთ გუშინ მოვიდოდი და დაგიჟდება ნინი ამას რომ გაიგებს. საში მინდა მეც. ჩემი კერძი, შტრუკელი, ოღონდ ამჯერად roasted pepper, dos ხორცია. ხორცი. მივეჭი შტრუკელი და გამოვყავი ისევ სხვა ქუჩას, რომელიც არ ვიცი, რომელი ქუჩა წესწილად აქვს. გონი რო აქეთში სხვა ქალაქში მოხვდი. ოშ ეს ადგილი სად ვარ ვერ ვხვდები. იმასთან მიმართებაში სადაც წეღან ვეყავ, ანუ ის ხედი რო იყო. თავერიდან რო გადმოვხედე ხა სად ვარ. მეტო ვარ ყვავილებში. ძალიან მიტყვის. ტყე, ნაზები და ყვავილები. ამჯერად ზემოდან ჩამოდივარ. ქვევიდან ანუ როგორც მივხვდი ქვევით ხო ვიყავი, მე იქიდან წამოვედი კაფეების ქუჩაზე, ქვედა ქუჩას დავშვიდი ამ ზედა ქუჩას და მოვუტრიალ ხზე ვიდან ჩამოდივარ აქ. ლამაზია. პატარა ქალაქი, ვაიბი, ალბათ საერთოდ თავი ფორით იქნება ახალი. რაც საერთოდ ავტობუსი გაჩერება და ჩვენი სახლი ეგრე ალბათ
მოსედი ახალი ქალაქის ცენტრი და ეს არის ტურისტული ნაწილი სავარაუდოდ მხოლოდ მეტი ვერაფერი ვერ ნახე და უკვე მეოთხე თვარ დღეს ამოვიდანზე სხვა სანახო ვარფერი არ არის და ამიტომ მაგრამ მზეა ბალახია გბირილებია ძალიან კარგი აქეთ ყვავილებიც არის დარგული გახარებული ეს მგონი უბრალოდ ქუჩის მეტრო ამდენი ხალხი არ მინახავს რა ქვია ტრამვაიში ბაღებია თაი მოვედით ბაზე ჩვენ ვართ სად ესენ შუაში რაც ხეები კარი კუნძულები ანუ ეს კუნძულია ამის კითხვით მოწევდება იქიდან ჩანს ანუ ეს კუნძულია ხიდი კუნძული და უკანრე კიდე ტბა ერთი ხიდი კუნძულიდან კუნძულამდე მოკლედ მე ხარ ვთქვა მოდიოდ იქიდან და ჯერ ერთი მხარით არ გამოვიდა სრულად მაგრამ მგონი რომ არც გავივლი წავალ ისე ვიტყურაში გარეთ მზე შევიგრძენი კმაყოფილი ვარ მაგრამ აქ გაჩერების მიზეზს ვერ ვხედავ ზაფხულში აქ ბანაობენ სანაპიროარი ჩვეულებრივ და საბანაოდ გამოიყენება მოპირდაპირ მხარეს უღრანი ტყია მან შესვას ახლა მგონი აზრი არ აქვს იმიტომ ისაც დღეს ფოთლები არ აქვს არ იქნება ლამასი აქეთაც რა ვიხარ აღაზრი აქ გაჩერებას ნახე რომ ეს ტბა არსებობს არჩიშოს ხალხი ზუსტად ლისისავით არის განლაგებული ეს ტბა და კვერში გაშევა ისინი და ეს არის პატარა ტბა და ეს უერთდებათ იქ ტბას რაც ვნახეთ ანუ ამ ტბის და კუნძულის იქთან მხარეს რომ მოხვდე 40 წუთი ფეხით უნდა ვიყო რომ ძალიან შორი არის ალბათ 3 კილომეტრი ანუ საკმაოდ ბევრია და მეზარეა და რა თქმა უნდა ზე ჩავდა მე ტრანსპორტს რო გაყვა ისე ვიკითხო ნახო მომობუნდეთ უკან უნდა გამოვიარო ის 3 ნო ძალიან სიუჟეტი და ძალიან კარგია დავისვენე ვიღაც გაგიჟდა GTN neighborhood корпус ეზოში არის ყოჩი ვარდები ენძელები ერთსებიც იაცარი ბილეთი არის 1 საათი და 30 წუთიანი ჩემს იმას ჭირდება 29 წუთი რუკის მიხედვით ვიყიდე 30 წუთიანი მაგრამ ხარ რომ მოვიდეს და იქ დამწესვიმე და ქოვის მოედანზე უკვე სიმნელე იყო და კებეზეა მოვიდი და აქეთ ლამაზი სანსეტი ვაკ ავალ მკითხავ ზევით და ზევით ისევ იქ დავბრუნდები მეოთხე დრო ვიყავი წეღარ მეხუთე და ძბარე სიჩასვლისას ავიდეთ დავში მთავერსკენ გადავალ კაი ხედი იყო და ისევ მივალ იქ და აი ის
ლოგში რაც მაგ ყველგან ვარ ერთ წამეჯერ ნამყოფი უკვე იმ ადგილებში. ისე შემოგხედა. მაგარია. ძლივს არათებს. ძალიან ბევრი ვიარე დღეს, მარტო თითქმის მიმუშავე 2 საათი და მე ეგრევე დავიწყე თვალიერება, აღმოჩენა ქალაქის. საინტერესო ქალაქია. კარგი ვაიბი აქვს, მაგრამ ძალიან პატარაა რა. 2 საათი გაყოფა, რომ 2 საათი ძალიან ბევრია რა. 40 წუთი გაყოფა, რომ დაათვალიერო. ეხლა ის და იმას შეგახედებთ, 8 ავლენი ველოდები, მაგრამ რაღაც ვერ ავიდე, მგონი ვერ მოახერხა. კიბებია დანინის ხომ პრობლემა აქვს კიბეზე ასვლის და ნახოთ თუ აბა. აი ხამწავს ავიდა, ალბათ ქოშინებს. სტეფანი სულად არის დაიღალა. უფ, რა კმაყოფილები არიან. ცოტა. აი ბოლო წუთს მოუსწრეს მზეს, სანამ ჩავიდოდა რომ აინახოთ. ეს არის ევროპაში ყველაზე პატარა ფუნიკული 2 დღეს რამდენჯერ ვიყავი აქ და ეხლა შემოჩნე რომ არის. იქ. თვითონ ვაგონის არ არის? ან ალბათ არ მუშაობს არაფერი არ ხდება. ტელეფონი მიჯდება პაუერბანკის სამიჯდა, ამიტომ ვლოგი სავარდოდ დასრულდება. პროსტა განახებთ რას შევჭამთ. სანახავი აღარაფერი და ჩადაჯერეთ სანახავი იყო ისიც 2-ჯერ და 3-ჯერ და ზოგიერთი უკვე 5-ჯერაც განახეთ. მაგრამ that's it. საპილეში ქალაქი არა. ამერიკაში საზღვაო. ფაიმას უნდა ყოვებდეს. ხენა კარებია წერი ავტობუსი. შენ გონია რომ რიჯეკა ქვია, მაგრამ თქვა ლიეკა. ლიეკა ქვია ხო. არ ვაპირებდი ამის გაიწერებას ვოლგში, მაგრამ ხეთიკა სისუფთავე. ახაც არის ახლა. არის ლენტები როა დაგიდები. ახაც არის რა. ახაც არის. თავე. კი. ის არის სუფთაკეთილია. ამ დროს კედელი შესწავლეს. ის მეყუტო. დავიდი გესარჩევი ავტობუსი არა. და ტროლი. აგრა სიტყვი ვარ დასმული არ მომწიხარ ვიცი რა თქვი სიტყვია. რა კამერა რო არის ისე დამალება ხო. მოდი იმას ფიქრობ ხოლმე კამერა ხსად გასო. წეფნა გავში დაჭიქი. ნაგავში მინდა მე ზუსტად. მე ეტაპში რო ხედავ ახლა სიმართლე. აი, ხოს მეფედა თეთრი ყვა. იატაკი ჩანს. ამ სკერი. აი, გერის კონკრეტული ხაიკარი. ხო, მოვიდა და ეწეოდა და ავტობუსში უნდა გავიდო და ხო არ გააგრძელებთ თქვენო და ჩვენ გეტყვით რა და აი ეწევით და კი რომ წეწეოდა შენი მოწუწნული რაც მინდა მითხარი. გატლეკა ის რაღაც ქავალდი და ჰა? როგორც კამებია კონცეპტუალური. ისინი ხამანწკებია? რებია? ხამანწკე. სად? დავნა შუაშავი. ნინი მიდი შეჭამე. რა კარგია იცი? შეჭამე ნინი. არც ის არის. მოდიანი, ხოდი. ЖК.
აქ უნდა გადაიღო ჩემი აზრით ფოტო თუ რამის გადაღებას აპირებ. თევზო. თევზო ამოხდა. ეს თოლი არის ბატი. პორტის ნაწილი გვემოვიარეთ, არ ჩავთვალე ცენტრისოთ არც იყო, ძალიან პატარა ქალაქია და ახლა მივდივართ სანაპიროზე, რომელიც არის 2.5 კილომეტრი. შემიძლია იქ მეც იქნება ხედი. სადაც გავდამყოფთ თან დღეს. პორტოს ნაირია. ხალხი ბანაობს და ჩვენ კიდე კურტკებით მოვედით. ჯერის ხელი მომეწყვალა თოლიაზის იქ. გავიდეთ. დროა. და ჩვენი ინვესტიცია ქალაქ წამოსვლის გამართლდა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ რიჟიკაში ტყუილად არ ჩამოსვართ და ეს ხედი თებერვალში ღირდა ამ ყველაფრად. რიჟიკა ამართლებს თავის საფრთხეს. რომელსაც წეღან ვერა. საპირისპირო ყველას. ეს თოლი აკეთებს უკვე მეხუთე ერთ და იგივე რაღაც. აი, ნახე. გიჟია. მოყვდა. ეხლა ბამბუკებია. ჰა? ბამბუკების რაიონის. ცენტრალური გათბო. ჩანს ჩვენი პორტი. აქ ვიყავით წეღან. ეს არის სახლი, რომელიც მოგვეწყო. მწვანეა. აკაკი. ეს მწვანე მეც ჩემს არის საყოველთაო ნაწილი. ხები. ეს სახელი რო არსებობს, ახლა ვისჭერა, აი, პირდაპირ პოსტთან. ვართ კვების ობიექტში. ჩვენი გიჟური ხედი. იქეთ მედის კაკას და მაგით. ლიმონი როგორაა დაჭრილი? ოთხკუთხად. სმეტანა რო დავასრულეთ კვება, მზეც ჩადის. ძალიან კარგი ხედი გვაქვს. პირველ რიგში ვიტყვი, სუნი არის ძალიან კაი, ზღვის სუნი მოდის ქვევიდან ზემოთ. ჰა? ცუდი სუნია? მე ძალიან კაი სუნს ვხდო. მე ზღვის სუნი მომდის და ძალიან სიამოვნებს. არ ვიცი, შენ სტეფანეს ჭამიდან პირდაპირ მომყავ პანდაში და შენ კიდე წუწუნებ რა არის და წუწუნებ და წუწუნი. სტეფანეს არ შეუძლია რომ კიბეებზე იაროს. ნინი არაფერმა შეგჭამოს. ნინი შეძვერი, იქნებ თავში დაგეცრავე. მოდი მე შევძვები. არა სტეფანაში. Oh no. გამოიძახე მიდი ტაქსი. ეს არის სხვა, სადაც მალე მზე ჩავა. ჩვენ ამას დავესწრებით ოფიციალურად.
მასობაში ევრო ავიდა 3-ზე. ხო? აბა რამდენზე იყო? რა ხდება? რა ეთქიდა? ველოდებით ტაქს, რომელიც წაგვიყვანს იმ კოშკზე. ხო. იმ რა, საიდან იციან რა კოშკს? სად არის კოშკი? არ არის. ჩამოხსნა ტაქსმა, მივიდივართ სასახლისკენ. უკვე შორიდან თვალი მოვკარით, მაგრამ ნუ არ დაგასპოილერეთ თქვენ. ახლა რომ მივოთ. იქიდან შემოგთავაზებთ კადრებს. და ზღვა ჩანს მაღალიდან, ანუ მოვიდოდი ისაზე, თითქოს სანტორინია. It's giving Santorini. ტიბიდაბო. თვალი დამახუჭა ორი წამი და სანტორინში გადავართ მეთქი. ნამდვილი სანტორინი. ახე ხავსი აქ ჩვენ ახლა მოვედით ერთ-ერთ სასახლეში, რომელთაც ცნობილია ხორვატია. რომ მოდიოდით ყველა მგურჩია, რომ არ გინდათ დუბროვნიკიო, ესტუმრეთ ამ სასახლესო, აი ყავის ფერმა კატამ გადამიბინა. ახლა ლამაზია. ველოდი არის წარსულში ველოდი. რაც უნდა ველოდო, რაც უნდა ვაკეთებდე, რაც უნდა ვაკეთებდო. დაიღალე? ტაქსიში. მე-13 საუკუნისაა. ინფორმაციაში. აი, ვინდა რატომ გადაწყვიტა, რომ ეს კორპუსები აქ ჩაიდგა, ის საშინელებაა. არ ჯდება ესთეტიკაში აქ სახით. ეს არის ჩვენი კოშკი. სურომის ციხე. დაბრუნდების ეს მწვანე შაქეთი მწვანე დამაგდა. ამამლის არ გეშენია. ახალი პლუს მარათონი. მიდი ნისთან მიდი. აი, მაშინ. აყვავებული ბალი, რასაც ამდენი ხანი ვეძებ. ნახეთ, თან ისინი ყია ძირს. ძირს ყია ყვავილები. დიალურია. მადლობა სტეფი. როგორ ყვებას მის დეუზიერებს. ტირამისუ, აი. ბრუნდებით უკან. ძაღლი ჩამახვიდა. აუ ნახე ხამზეც ჩავა. ყვავებული ხედ. ვიждები ცარმომწონს და წინ ზღვა ზღვის ხედი. ეხლა მალე ზღვის ხედი აღარ მექნება, იმიტომ რომ დაბლა ჩავდივართ და ზღვა ცხოველები მოიფარებოდა ძალიან კაია. აუს როგორი ეიჟენ.
კიდევ ერთი ფაქტი, რაც მოქალაქეს უნდა ისწავლოთ, არის რომ თოვლების ზომა არის ზემასშტაბური. თოვლები არიან არაადეკვატური ზომის. დამთავრდა რიჟეკას ტრიპი. რიეკა. და ეს ნინუშუხილი ვინა ვერ გავიგეთ, ხო? ჩვენი last safari ზაგრებში. გათენა ბოლოდი და ზაგრებში წავალ ამ მაგნიტებს ვიყიდე აქამდე არ მიყიდე 1 საათი მოგდრო და იცი მოვული და მოვა. ვიყიდე 2 მაგნიტი. დანარჩენი მაღაზიები ძააშორს იყო კიდე 19 მე უკანაც მაგდენი და ან მაგდენი დრო და როგორებიც იყო ვიყიდე სულ მაგნიტად ყوار ჩავიდოდე. ეს პანახის და ყველი სულზელია და საანგებლია ცხელი. დავბრუნდით ბუდაპეშტში და არის 18 გრადუსი და სუნით გძნობს სითბოს მეგობრებო იტალიან კატია. ზაგრებზე რივიუ გავაკეთოთ. ზაგრებს დოსმოს. აი პირადად არ ურჩევდი არა. ანუ გავლით თუ მიდიხარ და არ ვიცი რაღაც ეგრე კი ბატონო ერთი დღე შეიძლება. ერთ დღეზე მეტი დანაშაულია. რიეკაც რა ვიცი. ეგრე რა. სანაპიროები ძალიან მომეწონა. ბევრად ზაფხულში კი არა. აი დაახლოებით სამკვირაში 2-3 კვირაში უკვე ძალიან საბანაო ამინდები იქნებოდა. ისეთ გაისწორებენ მიდას რომ ჩემს თორებიდან გავდივართ თუ იმშელეთ. კი მოგინდებათ იქაც, მაგრამ არ ქნათ. მოვიდიოდით რაღაც გაურკვეველ ქუჩაზე და არ ვიცოდით რა გვინდოდა, სად მივდიოდით, სანამ არ შეხვდა. მე ახლა შევისრულებთ. კი არა, ნობა მართალია. This is fully train trip is. და რავი, მართლა მაყურებელს